ყოფილა შემთხვევა, როცა ქართველი სიტუაცია შემოსულა შემთხვევით ამ ეკლესიაში, არ ცოდნია რომ სომხური ეკლესიაა და როცა გაიგო რომ სომხურია, ეგრევე შემოწმდა და გავიდა. ბევრს გონია რომ სომხური ეკლესია არც არის ქრისტიანული ეკლესია საერთოდ. ეგ ჩემი აზრით ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ საქართველოში სომხები იმდენად არიან გავრცელებულები. ნებისმიერმა ქართველმა უნდა იცოდეს, რომ სომხური ეკლესია ქრისტიანული არის. სულ გეორგის ეკლესია, რომელშიც ვიმყოფებით, აშენდა 1251 წელს და არის ერთადერთი ეკლესია საქართველოში, რომელიც მოღვაწეობდა ყოველთვის. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის დროს ყველა ეკლესიისთვის იყო გართულებები, მაგრამ მაინც ეკლესია აღია ყოფილა ყოველთვის და არ ყოფილა ესეთი შემთხვევა, როცა არ იყოს მღვდელი ეკლესიაში და არ მოღვაწეობდეს ეკლესია. იკონოსტაზი რო არის, არ არის სომხური სომხურ ეკლესიებში ძირითადად არ არის ესეთი. ჩვენ გვაქვს 3 თუ 4 ეკლესია თუ არ მეცნება. ერთი ეს არის საქართველოში, ანუ ესეთი აღარ არის. რაც ჩანს ახლა მთლიანი ნახატები, აქედან არც არაფერი არ ჩანდა, სულ შავი იყო. საერთოდ არ ჩანდა არც ერთი სურათი და 2015 წელს დამთავრდა რესტავრირება და მაგ დროს აღადგინეს იგივე რაც იყო და ახლიდან დახატეს. და ყველაზე დიდი სხვაობა რაც არის, ეგ არის ქრისტეს ბუნებებში. სომხურ და ქართულ ეკლესიაში, იმიტომ რომ ჩვენთან სომხურ ეკლესიაში ანუ თუ განსხვავდებოდა ადამიანური და ღვთაებრივი ბუნებები, მაგით განსხვავდება ქართული ეკლესიისგან. სულისა, წმინდისა, თქვენ ამბობთ წმინდა სულისა. ისე არის, რომ სული უნდა იყოს, სულს როცა ამბობ, იყოს ხელი მარცხენა მხარეს, გულის მხარეს. ეკლესიაში ორნი ვართ დიაკვანები და მეორე დიაკვანი ვინც არის, თვითონ შექმნა თავისი ჯგუფი ახალგაზრდების, რომლებთანაც ერთად პარასკევს და შაბათ-დღეს იკრიფებიან და გაკვეთილებს ატარებს, უკვე სწავლობენ ეკლესიის ისტორიას და უკვე 100-მდე ალბათ ახალგაზრდა ყავს. და ხაჩკარი ნიშნავს, ანუ ქვაზე დახატული ჯვარი. სომხეთი საერთოდ რომ ცნობილია თავის მიმართ, რომ ქვებით არის ხო ძალიან მსავსე და გადაწყვიტეს, რომ ეგ ხაჩკარი უნდა გაეკეთებინათ, რომელიც დარჩებოდა და ეკლესიის ეზოებში იქნებოდა თუ უბრალოდ სხვაგან იქნებოდა, ლამაზად ამოხატავდნენ ჯვარს და ცოტნე დადგავდნენ. საბჭოთა კავშირისთვის. ანუ მაგის მერე აღარ მოღვაწეობს ეგ ეკლესია და დაინგრა ამ ბოლო დროსაც ანგრევდნენ ბევრი რაღაცა რომ დაკარგული იყო ეგ სომხური რაც არის. ჯერ ახლაც მიმდინარეობს მაგის ვისია სომხურია, ქართულია თუ საერთოდ. მაგრამ რა გაუკვირველი არაფერია. ყველაფერს უთმობთ ჩვენ 1 საათს, 2 საათს ყველაფერს უთმობთ, მაგრამ ეკლესიას სამწუხაროდ არ უთმობენ ხალხი, იმიტომ რომ ანუ ისეთი ის არის, რომ ჩემი ღმერთი ჩემ გულში არის, ჩემი ეკლესია ჩემ გულშია და მე სახში ვილოცებ და საკმარისია, მაგრამ ეგ არის ყველაზე დიდი ცნობა ჩემი აზრით.